Ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი დღესასწაულის მე ვიტყოდი გულსავსებით, სიხარულითა და სადღესასწაულო განწყობით აღსრულებისათვის. მოგცა ძალა რომ ერთად გველოცა და ერთად შეგვეწირა მადლობისა სიტყვა უფლისადმი, რომელმაც ესეთი შუამდგომელი, შუამავალი, მცველი და მფარველი და ჩვენი ქვეყნის ერის შემწე მოგვილუნა წმინდა გიორგის სახით. ძლევა შემოსილი არის, ესე იწოდება დიდმოწამე გიორგი. მადლობთ ღმერთს ამ წყალობისათვის. ვიცით რომ წმინდა გიორგი და წმინდა ნინო არიან ნათესავები, ახლობლები. და წმინდა გიორგი საოცარია, ესე იგი როდესაც იმპერატორი გამოსცემს ურჯულო ბრძანებას, დატოვებს ყველა პატივს, მეომრისას სამხედრო პატივს, მიდის და საქვეყნოდ აღიარებს, რომ იგი ქრისტიანია. ურჯულოებაში მყოფი, სიმნელეში მყოფი დიოკლეტიანე დამწუხრდება, რადგანაც მოსონდა, მეფობასაც უპირებდა, შვილობასაც უპირებდა და მოსთხოვა, რომ დაეთმო ქრისტე. ხოლო წმინდა გიორგიმ პასუხად უთხრა, რომ ამხილა, რადგან მისი ბრძანება იყო უგუნური და ქრისტეს ვერაფერი ვერ დაატოვებია. საოცარია მისი მოღვაწეობა და ღვთისა მოწყალება თავად წმინდანისადმი და წმინდანით იმ ადამიანებისადმი, რომლებმაც იხილეს რა დიდმოწამისა მოწამეობა, ამ საშინელი ტანჯვა-წამების მიუხედავად ქრისტეს ერთგულება აღიარეს და საქვეყნოდ პატივი მიაგეს ქრისტეს. ამის გულისათვის მათ ტანჯვა-წამება თავის კვეთა მიიღეს. თვით იმპერატორის მეუღლეც, დედოფალიც კი გახდა ქრისტიანი და მანაც მოწამეობრივი აღსასრული მიიღო. და უამრავი ადამიანი მოინათლა წმინდა გიორგის მოწამეობის შემხედვარი. ესე იგი, რა ძალა აქვს ქრისტეს რწმენას, მადლს, მადლმოსილებას, რომ ადამიანები არაფერს არ უშინდებიან, საშინელი სატანჯველი იარაღების ხილვაც კი არ აშინებთ და წმინდა გიორგის მაგალითით ისი მიმბაძველობით უამრავი ათასობით ინათლება და ხდება მორწმუნე ქრისტესი, თავდადებული, აღსარებელი ქრისტიანობის. ჩვენმა ქვეყანამაც, ჩვენმა ხალხმაც დიდად შეეყვარა დიდმოწამე გიორგი. და საქართველოში წმინდანის ნაწილებიც მრავლად არის და მის სახელობაზე აშენებული ტაძრები და მონასტრები. ჩვენი მონასტერიც წმინდა გიორგის სახელობისაა. და აი ეს ხატი, რომელიც ბოჭორის წმინდა გიორგისად იწოდება, შემკული. ეს არის უძველესი ხატი, რომელშიდაც დედანი ხატის მიხედვით მსგავსად ამ ხატშიც მარჯვენა ხელში ჩაბრძანებული არის წმინდა გიორგის ნაწილი. ღმერთს ვთხოვთ, რომ წმინდა გიორგის შემწეობა არ მოუშალოს ჩვენს ქვეყანას და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს. და ერთი წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიის ყველა შვილი, დიდი და პატარა, დაცული იყოს წმინდანის ლოცვით, ცხოველს ყოფილი ჯვრის ძალით და შემართება, რომელიც და სიყვარული და ერთგულება, რომელიც წმინდა გიორგის ჰქონდა, ჩვენც რომ ვთხოვოთ მას, როგორც შუამდგომელს და შუამავალს, რომ ჩვენშიც აღზარდოს და ჩვენშიც განამტკიცოს. როგორი სიყვარული უნდა ჰქონოდა და გახურებული რკინის შექმნები ჩააცვეს და ლურსმები ამოჭრილი იყო. და როდესაც ამით მთელი დღე სტანჯეს, მეორე დღეს იმპერატორი შედის და ეუბნება წმინდა გიორგი. შექმნები ძალიან მომეწონა, კარგი იყო. და ამაზე გაბრაზებული კიდევ უარესად იწყებს მის ტანჯვას. წმინდა გიორგის წამებისას
ხმა ესმა ზეცით ნუ გეშინია გიორგი მე შენთანა ვარ და შემდეგ ბუფალი გამოეცხადა და გვირგვინით შეამკომ ისინი თავი ანუ გეშა განამფრელა და უთხრა რომ ცოტა ხანში იგიც სასოფლოში იქნებოდა ისევე ჩვენ ყველა ვთხოვთ ისევე ჩვენს ქვეყანას ერს ვეუბნებით ნუ შეშინდება როგორც წმინდა გიორგიმ დაითმინა ყველა ის განსაცდელი ისე ჩვენი ქვეყანა ერი დაითმენს ღვთისძალით განსაცდელს და გავიგონებთ სანატრელ ხმას და მოძახილს ნუ გეშინია მე შენთანა ვარ ამინ ნაზდაუყუნისამდე იყავ ნება ღვთისა ქრისტე აღდგა